ძალიან პრობლემურია რეალობა, სადაც ფაქტიურად უფლებრივი და ქონებრივი სხვაობა არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ რეალურად უფსკრულია კლასებს შორის. ანუ უბრალოდ ადამიანებს აღარ უნდათ ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც ვიღაცა მცირერიცხოვანი ფეოდალების ჯგუფი მომჯდარია ქვეყანაზე, იმათი შვილები, იმათი საახლობლო არიან უკიდურესად პრივილეგირებული ხალხი და ჩვეულებრივ ადამიანს ესმის, რომ თლიანობაში მაქსიმუმ რაც შეუძლია ძალიან წამგებიან და ეკონომიკურად ძალიან მწիր პირობებში მაქსიმუმ იმათ ეკონომიკური ინტერესების მოსამსახურე იყოს. მაგ პირობებში შეიძლება მაგალითად ეხლანდელი საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად აღემატებოდეს 90-იანებისას, მაგრამ უფრო მეტი გადინება იყოს, იმიტომ რომ სოციალური დიფერენციაცია ადამიანებს უბიძგებს სამართლიანობის ძებნისკენ. ამიტომ ყველა საფრთხესთან ერთად ის საფრთხეც უნდა გავითვალისწინოთ და დავთვალოთ, რომ ბევრი თუ სამართალს ვერ იპოვის, ან ვერ იპოვის იმედს, რომ აქ შეიძლება მეტნაკლებად სამართლიანი სახელმწიფო აშენდეს, ბევრი უბრალოდ წავა.